საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები გმობთ 25 წლის 29 აპრილს საზოგადოებრივი ფონდების ხელმძღვანელი პირების სახლში ჩატარებულ კოორდინირებულ შრეკას. ეს ქმედებები შიშის დამკვიდრებასა და დამოუკიდებელი სამოქალაქო საქმიანობის შეზღუდვაზე მიმართული კიდევ ერთი მცდელობაა. აღნიშნული ქმედებების სამიზნეს წარმოადგენენ ადამიანები, რომლებიც ჰუმანიტარული საქმიანობის წინახაზზე დგანან და ეხმარებიან ჩვენი საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს. ეს თავდასხმა საქართველოში დემოკრატიული უყუსვლის ზოგადი ტენდენციის ნაწილია, რომელიც მოიცავს ეგრეთ წოდებული რუსული კანონის და უცხოური აგენტების შესახებ კანონმდებლობის მიღებას, მედიის შევიწროებას, აქტივისტების დევნას და დამოუკიდებელ საზედამხედველო ორგანოებზე მუდმივ ზეწოლას. ეს ყველაფერი საფრთხეს უქმნის არა მარტო საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, არამედ საერთოდ საქართველოს მომავალს.